არაფერ მოგვა, ხთი? იქ გადავარდები, არაფერ მოგვა, იქ მიეჯახები, არაფერ მოგვა რა. თუ მოგვა ყრეზევან დაიკიდო, ხთი? ისე ვერ ისწავლე თუ მაგაზე იფიქრე და ჭყალებში ეგ შიში ქონდა რა. მოგესალმებით და დადგა ის ნანატრი დღე, რასაც ამდენი ხანია ვლაპარაკობდი. მოვედი გიოსთან, რომ დავიწყო დრიფტის გაკვეთილები და იმედია ყველაფერი კარგად გამომივა და იმედია რომ ისე ავითვისებ რაღაცებს, რომ ზოგი ერთებს ჩელენჯში რაღაც დონეზე კონკურენცია მაინც გაუწიო, ან მოუგო. ეხლა კი მივიდეთ გიოსთან, დღეს კუნძულებზე გამატარებს, რუიანებს, მერე შევხედავთ, ნახოთ რა გამოვა, ცოტა ნაწვიმია და იმედია არ გამიჭირდება, მერე გადავალთ უკვე და ფიშკებს დამილაგებს, ახლა გავლაზე ვივარჯიშებ და მერე ვნახოთ, თუ ყველაფერი კარგად ავითვისე, იქნება კინგის გზაც გავიარო, ოღონდ მაგას ჯერ ვერ შეგკვირდებით, რომ რაღაცა ზონებს შევავსებ, მაგრამ ნუ რაღაც საბაზისო, იმას ერთ დღეში დრიფტერი არავინ არ ხდება რა. აი აქ შემეთყობა კოჭებში მაქვს თუ არა ნიჭი, როგორც უბრალოდ თავობა იტყოდა, რომ კოჭებშივე ეტყობოდაო, რომ მოხოდილი ბავშვი იყოო. გიო, სალამი. შერავა ხარ ჩემო. ნიჩეო. მე ვესალმები შენს მაყურებელს. ვიტო, დადგა ის დრო. ნანატრი დღე, დადგა. შარშან ამ დროს უნდა დავგვეწყო, მაგრამ ფეხი მომძურა გეცოდინება სხვა ვიდეოებიდან. სულ რაღაც 1 წლით გადაიდო ის ნანატრი დღე. დღეს შეპირებული დღე. ანუ კუნძულებზე რუიანით დავიწყებთ, დიდი რუიანით, ხო? კი ბატონო. მერე ფიშკებზე ზონებთან ახლო გავლა და მერე თუ ყველაფერი კარგად გამომივიდა. დარწმუნებული ვარ კინგ დრიფტის ერთ-ერთი ეტაპის გზასაც გაიგო. რა ყველაზე მარტივი რომელიც იქნება. სადოთ და ყველაზე რთული. აჰა, ბიჭო, მარტივი და მერე ვნახოთ რა ჯერ მე დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ყველაფერი გამოგივა. დღეს ვე გაივლის ზონებს აი დახაზა. ჯერ პირველ რიგში ისეთი მაგარი მანქანით უნდა ისწავლო. კინგ დრიფტის ჩემპიონი მანქანა არის. კი და არაერთი ჩემპიონი მანქანა. ხო, აი ამ გზაზე ყველაფერს ხაზავს. იმის მიუხედავად რომ სტოკი 3-დან 0-ია, ჩვენს პატარა დრიფტის ტრეკს ყელში ყოფნის თან მით უმეტეს სულ ამინჩი. ნახოთ რა გავა. ბიჭო, რაღაც ჩელენჯებში და რაღაცებში მაბულინგებენ და რატო? ბიჭო, ავი დრიფტი არიცი და რაღაცა და დრიფტში შენთან მოსვლას რა აზრი აქვს და მინდა რომ ცოტა ისე ეხლა ნახავენ ხო როგორ გამოგივა. დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მაგრა გამოგივა. თავარი არ უნდა ინერვიულო. ო, არა. სანერვიულო და დასაკარგი არაფერი არ გვაქვს. წავედით ეხლა დავიწყებთ აუხსნი რაღაცეებს, ცოტა გადმოვიყვანო ნათელ მხარეს. იქნებ მოეწონოს რა რასიტყვი. აბა ვნახოთ. მიდი აი არაფერი არ მოვა ეგრე თამაშობს. ანუ და ამიტომ უნდა შეეცადო რომ ყოველთვის მანქანა ისე ატარო რომ იცოდე რომ მოჭიდება გააქვს რა. ზონაში კარგად ვერ შევიდე, იმიტომ ვერ შევიდა კარგად რომ ნაკლებს ვაკეთებს და მე უმატებს რა ვზდით, ანუ მაგის საშუალებას გაძლევს დრიფტ კარი. გარედან კარგად ჩანს ეგ ყველაფერი თან ზედხედით. კი ბატონო. ეგ გზას გასწავლე მაგათად ესე დავიწყოთ რა, აქედან დავიწყოთ რა. მეორეში გვაქვს. აი და გაზ მიცემ თუ არა ეგრევე წდება. და ნახე, მარტო გაზით ვაკონტროლებ, ნახე, რულს არ ვეჩხუბები რა. აი ნახე, დავამატე ოდნავ. ნახე, და გაზით ვაკონტროლებ მარტო. ნახე, აქეთ ახლა დავიწყე, წამოვიდა, ნახე. და დავუმატე რა რული. ანუ მეორე ჩხუბი აი ამ დროს ნახე მანქანას ეთყობა გარედან და თან კორექცია შეიძლება. ამიტომ ყოველთვის უნდა შეეცადო ხოლმე რომ დრიფტ კართან იყო ნაზი. და გაზი გაუშვა მარტო, გაზით გაკონტროლდეს. გაზი და ანუ ეს რედლაინზე გაზი დადება სიარულიც ანუ მანქანას არასტაბილურს ხდის რა. ან ეხა სველმშრალზე უფრო მაგაშვება რა. აი ნახე, წავედი, გაზი მივისწორო ეგრევე წდება. ნახე, აი გაზ ვაზე ოდნა, მეტი არაფერი რა. ნახე, აი რული თავისი. აკაც ნახე, აი რო წამოვიყვანე, აქ და აი წამოვიდა. გაზი მივეცი წავიდა. ანუ აი ესე ნახე. აქედან წამოხვალ. ხო. ჯერ შევიდე გიდროს გარეშე. გაზი აქედან წამოვიდა. აქეთ ესე გადმოიწმობი. ნახე, მეტი გაზი მივეცი დამატრიალა, ხტები? ნახე, მატრიალეთ მეტ გასროვაზე. აქ რო ამოხვალ. ესე წამოდი და მე ქვევი ჩადი, ხო? აი ეს. ერებოი აი. სამო BMW-შნიკები აქ არიან დაგვეხმარები. ბაბინა რამე იქნება ამ ფარსუკა რამე რა. იდეა ხო გაიგე, კარგი. იდეა გავიგე. ანუ ეხლა რო გავაკეთეთ, ანუ იდეის დონეზე ეგ უნდა
გამიკეთო ეგრევე 1-დან 1. პირველივე სტაზე შევეცდებით. როგორც ვიცი, 3-დან 0-ია, ძრავში დიდი არაფერი არა გაკეთებული, მაგრამ ისა დრიფტისთვის არის. ხედავ, სუნცდება დრაგის. ტრაქტორების გაკეთებული ძრავია, მახოს ხელებია ნაფათურები შიგნით. მახო ყოჩაღი ხო. მოხვევა? მოხვევა არის პროფესიონალურ დონეზე დამზადებული, ესე ვთქვათ, ჩამოტანილი მაქვს უცხოეთით. ვაისვაბით გა? არა, ვაისვაბი არის კოპიო დგას, მაგრამ ჩათვალე უკეთესია იგივე თუ არა. როგორც ცოტა ხანს გითხარი, ეს ავტომობილი არის სამყარო შეჯიბრისთვის მომზადებული, იმიტომ რომ ძრავი არ აქვს ხოლო ძლიერი, მაგრამ ჩვენს მინი დრიფტის ტრეკს ყელში ყოფნის, კი და ეხა ორიოდე სიტყვით აგიხსნე შიგნიდან, თუ მანქანა როგორი უნდა მართო, შენი დრაგსტერისგან განსხვავებით და დარწმუნებული ვარ, რომ ეგრევე პირველიდან პირველივეს დასვავ და წავიდით. ვეღარ ვითვენ ერთი სული მაქვს, რა შესაძლებლობა გაქვს რომ ანახო ჩვენს მაყურებელს. ეხა შემეტყობა კოჭებში გამომივა თუ არა. წამო. მოკლედ, ყველაფერი მაქსიმალურად დატოვებული გვაქვს ტოკიო მანქანის აღქმა რო კონდეს რა საჭე გიდრო და საჭე გიდრო ჩვეულებრივ გადაცემა და კოლოფი BMW-ი, ესე ვთქვათ, ZF გადაცემა და კოლოფი გვიყენია. რული ბრუნავს შენ მანქანასთან შედარებით ორჯერ მეც და მაგის თავიდან არ შეგეშინეს და რულის დაჭერა არ დაიწყო ავტომობილზე. დრიფტში პირველი მთავარი არის მანქანის ბალანსი. მანქანა უნდა აკონტროლო გაზით და არა საჭით, ესე ვთქვათ რა. ეს ყველაფრის ვიცი რომ ამის გამოცდილება ასე თუ ისე გააქვს, იმიტომ რომ ნანახი ვიანებს და თამატებს კარგად კრავ. ამიტომ ეს გამოგვადგება უკვე შენი გამოცდილება და ჩვენ ეგრევე დიდ წრეზე წავიდეთ, ანუ დიდ რვიანს. ხო, ეხა შევეცადოთ რომ მანქანის გაზის კონტროლს მივეჩვიოთ თავიდან პირველი პატარა რვიანებზე და მე როგორც მაყურებელს შევპირდით უკვე დიდ გზებზე და გავუშვათ ნახოთ რა გამოვა. წავიდ, არის ნერვიულობა. არა, ნერვიულობით არა. დავაი, წავიდ. უყურე როცა გიდროს ხმარო, უნდა იხმარო ცეპლენი. ხო. აი გვიცი. ეგ ხო იცი, სინქრონში უნდა გააკეთო რა, ეგ ყველაფერი. ხო. მიდი ახლა წავიდე და თავიდან გაზი ზმდა. მიდი, გაზი არ დახო. არა, ისე ქვევიცახო. ისე ქვევიცახო. აბე ისე არ გაქვს ზედმეტ ტორმუზი არ ეხმარა ხოლმე. გორჯობია უტორმუზად გავუშვა ხოლმე. ნუ გაზთან ერთად ტორმუზითაც დაიჭერე ცხვირი თუ გინდა რა. და გაზი დაკონტროლე მანქანა. ნუ გეშინია. აი. ანუ იქ თუ გადავარდები, ყლეზე დაიკიდე, გადავარ, ნუ გეშინი. აი ეგრე. წავიდა. მიდი, გაზი, 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 გაზი. მიდი, გაზი, გაზი, გაზი. არა უშო. მიდი, გაზი. გაზი. შევიკა, არა უშო. ანუ ნახე რასაკეთებ ხა არასწორად გეტყვი რა. ანუ გონია რომ ან შორს წახვალ, ან გადავარდები ან რაღაც მოგივა და მაგიტო აკეთებ არასწორად რა. და უფრო აგრესიულად აკეთებ, რას გითხარი? უფრო ნაკლებად აგრესიულად მაგააკეთო, რომ მე შეგიძლია ყოველთვის დაამატო. მიდი გაზი, აქვე მიჩადი. აი ეგრე გაზი. გაზი, კაია. მიდი, გაზი, გაზი, გაზი. იქი წადი. გაზი, 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 გაზი. აი მიდი. აი ეგრე ამოვარტყე და ისე მაგ ჩამოდი, მიდი. დავიდა. მიდი. ეგრე, აი. გაზი არ დააკო. აია. გაზი მოუმატე. როცა ზედმეტ გაზს ნუ აძლევ, ნუ ხი. მიდი, აი რათამაში, მიეცი, დავай. დავай, გაზი. ზაღო, კაპიტანი. ზაღო. ანუ ეხა უყურე, შემდეგ ისე ვაკწადი რა. ოღონდ უყურე, გაზ ზედმეტს და ნაკლებს ნუ აძლევ. აი სტაბილურად დაუჭირე რა. ხო. ან ძალიან ზედმეტი მოგძა, მე რა უშვებ, იქ მოჭიდებას ვეღარ ვისხებ, ხვდი? ანუ რუჩინიკის მუღამს გასწავლე ადიზევით. ეხა უბრალოდ მინდა რომ წახვიდე. ხო. და ცეპლენიას და გიდროს მოვაწრო და მაქა მოვასწრო და გააჩერო გვერდულად. აი, საერთოდ აი ესე წადი და აქვე ქენი. ცოტა სიჩქარე აკრიფე, ნელა რა, უსაობის გარეშე. ხო, პირველ წადი, მიდი. არა, გიდროზე არ უნდა გაგეშვა. ეგრე წადი და გვერდულად დააყენე მანქანა. აი მოიცადე, აი ამას დაგიდგა ვაკ, ეხლა მოიცადე. გიდრო თუ არ გასწავლე, ისე არ გამოგდის არაფერი. გიდროს ხმარება თუ არ ვასწავლე, არ გამოსდის არაფერი.
გადმოდი. გადმოდი, გაჩე დრაგსტერო, გადმოდი. დაჯექი გვერდზე. ეს ხო ჩემ ყველა გაკვეთილზე მოდის. ეხა უყურე რა. გიდროს ხმარავთ როგორ? ცებრად ვაჭერ ამას კაჩო ბოლომდე რა. ანუ ბოლომდე კაჩო და ამას როცა უშვებ ამას გაშვებული ნახოს ყველა ვარიანტში. რა ეგრევე კარდანს ღუნავს რო იცოდე რა. ანუ ამის სინქრონიზაცია და გაზის მიცემა ეს რაღაცნაირად ერთმანეთთან დაუმთხოდა. ცეპლენიას თან ბევრად უხეშად ეპყრობი რა. უხეში მოპყრა არ უნდა. ლაითად რომ მოეპყრა. შეუძლია შვება. ეხა ნახე, უნდა ისწავლო გიდრო. აი ეხა ის თეთრი იმას ხო ხედავ ფიშკას. იმასთან უნდა მიხვიდე და გააჩერო აი ესე, როგორც მე ვიზავ. ხა უყურე. აი ესე წამოხვალ. და ესე გააჩერებ, ხო? აი. ანავირებს. ხო, დაიკიდე თუ აიღე პრობლემა არა, წამო. ნახე როგორ გავაჩერე, მოდი. ანახე. ოპა. აი ესე უნდა გააჩეროს ბუბუმაც. რა სიტყვი გამოუვა? არა, მე მგონია რომ გამოუვა, მონდომებული და ნერვიული. ანუ, თავარი არ ინერვიულო რა, არაფერი არა, იმას რომ დაიჯახო, დაიკიდე, დაიჯახე რა. და ალექსა არ მოკლა. მიდი. ზავო, კიდე ერთი. აკას ნახე მოუხვეშენარი მანქანასავ და არ უხობს, ნახე. სნოსია, ნახე სულ. არა, თავიდან მივახმარე. თავიდან. არ შემარცხნო, გარაჟი აგიწყეს რუსებმა რა. მაგ გარაჟი სოლა სხვანაირად უნდა შეხვიდე, წესი და არის. კიდე რუსიკია. კაი, წამეხა რა ვქანცი? იქიდან მოვიდე დრიფტი და ესე ჩააგე. მიდი, ზევიწადი, გაიბიჭე მაგ. მიდი წადი. ეგრე ვეღარ წამო. დავაი, მიდი აი ჩააპარკე, ეხა ესე შემოუარე და ჩააპარკე. არა ბიჭო. არა, საწახვედი, არა, საწახვედი. საიდან აი იმ ფიშკიდან უნდა დავიწყო? არა, აქიდან ნებისმიერი წერტილი ამოირჩე შენ რომ ესე შემოხვიდე. ნებისმიერი. ოღონდ აქ რო ჩახვალ დრიფტი ცოტა გვიან დაიწყე, რომ გადაწყობა არ მოგიწევს და ერთი ამით ამოხდა. მიდი ჩადე და გეტყვი როდის დაიწყო დრიფტი. ნუ აი სადღაც აი იქ დაიწყე, ნახე? აი თეთრ ფიშკასთან? აი თეთრი მასთან დაიწყე დრიფტი, რომ იქით ერთი კუთხე დახვიდე. მიდი. დავაი. მიდი წადი. აი დავუმიდე, გაზი. რუჩნი კიდე ამათ. არა, გიო. არა, აქ ვერ შემოვაცხვირით, კაროჩ. ასე არა, გიო. უეჭველი უნდა შემოხვიდე. კაი, ჩვენ წამოქვედა იმას დაუბრუნოთ, ეხა ის გაიარე. დავა. გაზი. კაი ბიჭო. ეხა როა ხალი კი წადი მე. აი ეგრე, კაი ბიჭო. აქ დავე. წადი, მიდი, გაზი. ბიჭო, გაზ რატო ვაკლე? ნაური გეშინია. იქ ნუ გეშინია. აია, მიდი გაზი. აი ახაც გაზი დააკეთე. გაზ, სადაც ჭირდება, იქ აკლე და სადაც არ ჭირდება, იქ აძლევ. აი აქ ბევრი არ ჭირდება. ეგ აქ დავაი გაზი დადე ბოლომდე. აი დადე, მოიგე. გაზი და. არა, ეგ დასკოთვა გაასწორე. გაზია. აი ეგრე, გაზი. აია. ეხა შეაცხელე. აი ეხა დაამატე გაზი ბოლომდე. აღარ აიღო გაზი და. დაამატე გაზი. აი ეგრე, გაზი. არა უშო. ძალიან დავალაგე. არა უშო. აუ. ზერო აგრანიჩენე გაზი არ მიიღო. მიდი. აი ეგრე, გაზი არ მიიღო. აი ეგრე. მაგან არ გაგისჩერდეს. მიდი, აი ეგრე. აი ესე უნდა ამუშაო იქაც გაზი. აი გრძნობს არ იჭირდება? აი ესე უნდა ამუშაო გაზი ზუსტად.
გაზი არ უნდა დაგეკმო, ნახე? დაუშვა გაზს. მიერც. აეგრე. ეგარ ბევრია. დაღმართზე რა ინერციის კონჩი გაზი უნდა მოუკლო ხოლმე რა. გოგში ვერ მოტეხავ ხელით? ძალიან ცხელია? არ იყო მასეთი ცხელი, ბიჭო. მე ხელი მოვკიდა. მოიცა რა ხელი მოკიდა, არ მოკიდა. აუ ეხა გიცი ხელი. არ მეც ბიჭო. არა დავდაკი ხელი რა დავიწყე. გამიწითდა ბრო. გამიწითდა. კაი, ახლა ეს როგორ იმაზე ჩამოვკიდეთ? სად ვკიდებ? ამაზე? რომელიმეზე? აი ნახევარი მერსდეს ვიასკით არის აწყობილი. ამ პატარა გაკვეთილში თუ არც თუ ისე პატარა გაკვეთილში ორ საბურავზე მეტი გავსვითეთ და მინდა გითხრათ რომ გეზმოტორს აქვს აქცია კუმოს საბურავებზე აგვისტოს ბოლომდე არის 2+2 და კი იცით კუმოს საბურავები რასაც შრება და დრაგზე რო დავდივარ იქით რა დროებს აწერს ამიტომ ზომები შეზღუდულია და უნდა იჩქაროთ მიხვიდეთ გეზმოტორში რაც შეიძლება მალე და აირჩიოთ თქვენი სასურველი ზომა გააკეთე ხოლმე, ხოთი? ნუ გეშინია ხო? აგ მეშინია. თან იცი რა ის მეშინია. ეხა გეტყვი. რო ვეშვები, რაღაც მომენტში რო ხედავ რომ შალია, ეგრევე გასვადგავ ავტომატურად შალზე რომ მეტი გაზი. დაღმართი ხდება, მაგას გეუბნები, დაღმართი და ინერციით მიყავს მანქანა. და ეხა ეს ბოლო კაი იყო. ბოლო კაი იყო, მაგრამ აი ოქროშუალედი რასაც ქვია, გაზის მართვის მანქანის, ეგ უნდა დაამუღამო რა. თუ გინდა შევიდე და კიდე სტორზე ვცადოთ, ცოტა რუიანის გაკეთება ვცადოთ თუ გინდა. ან იქით ჩავიდეთ ამის ამაზე პატარა დაღმართიანი რუიანი არის? არა. ესა გვაქვს ერთი რუიანი, აქ ეს არის. იქით გვაქვს, მაგრამ იქით უფრო დიდი ხრამია. არ მინდა, დიდი ხრამი არ მინდა. ანუ პატარა დონატის დროს მარტივად გამოგდის. ხო. აი ამასაც უყურე აი უსმინე გარედან გაზს არ აძლევს რა დის, ხე? აი ნახე იქ ხა გაზი დააყო და გაუსტერდა, მაგრამ აი ნახე ხომ ისა გაზი. რა გაზი დააყო, ხო და მაგითო გაუსტერდა, ნახე. ეხა იქაც გაზი დააყო, ისო გაუსტერდა, ხო. დაგიტრიალდება. გაზი. აიგრე. გაზი. აია, გაზი. აია, გაზი. აია. აიგრე. შეათხელი. გაზი. აი ნახე სადაა დელი. დაღმართზე ჩამოსვა. ეგრე ჩადი, გაზ. გაზი დააკელი და იქაც გასვე, არაფერ. მე იქ გადავარდები, არაფერ მოვა, იქ მიეჯახები, არაფერ მოვა რა. თუ მოვა ყრეზე მან დაიკიდე. ისე ვერ ისწავლე თუ მაგაზე იფიქრე და ბჭყალებში ეგ შიში ქონდა რა. უყურებდით ჩემს სოდვებს. ბალახ-ბალახსიაროს. ბალახ-ბალახსიაროს. აი, რავი, რას უყურებ? გაცილებით რთულია, ანუ დაღმართი და აღმართი მიქმნის ყველაზე დიდ პრობლემას რა. არა და არანაირი პრობლემა არა. ბიჭო, არაფერს არ მივლია ესე დაღმართზე. ყველაზე მეტი აღმართია. დაღმართზე საერთოდ არ მივლია და აღმართი არის რუსთავში 800-ელი, ხო იცი? სადაც სტარტავთ ხოლმე, მან გავლილი. 1-2 მესამეში ჩქარეთ და საკაიფოდ კეცავ. მე დაღმართი გიწევს, მაგრამ ძალიან გაშლილია. მაგრამ აქ როგორც არის, დიდ დაღმართზე ამოდიხარ და მე რესკი დაღმართი. ანუ მეგობრებო, მე ვიტყვი რა, ცოტა გზის, როგორც ცოტა ხესე გითხარით, მინი დრიფტის ტრეკი გვაქვს აქ
და ეს ყველაფერი ჩვენ ბუბუს აშინებს. კედელთან ახლოს რომ მიდის გონია რომ კედელში მიდის, მაგრამ არ მიდის კედელში, ნახავდით, თქვენს ბალახ-ბალახვი არის და ეხა ამინდმა მოგცა იმის შესაძლებლობა რომ გამოიდარა შედარებით ასფალტის უკვე გაშრა, ცოტა უფრო რთული იქნება, იმიტომ რომ უფრო მაღალ სიჩქარეზე უნდა ვიაროთ და ვნახოთ, აბა რა გამოგივა მშრალზე. იმედი მაქვს რომ მშრალს უფრო ადვილად დასძლებ. უფრო რთული ყოფილა რა, აი, შედარებით რთულია. ხო, ვაკეთებ რაღაცებს, მაგრამ ეხლა მოხდება ხო არ მიდგა მე არაფერი, მაგრამ ის არის, რა ქვია. ჩემაქანას რო ვთვლი რომ იქ მიდის და ამაზე რო ვთვლი რომ იქ უნდა წავიდეს, ვაფშე სხვაგან მიდის. ვაფშე სხვაგან მიდის, ხო, მესმის. არა და რეალურად ეს უფრო ადვილი დასამიზნებელია ვიდრე შენი ავტომობილი. თორე ეხლა რო დავждე და უფრო მეტი გაზტორმუზით ვიარო, თხელი ტორმუზით რო ვიარო, ამას ვიცი რომ ჩავაყენებ. დავაი ვცადოთ. ტორმუზით? პრობლემა არ გვაქვს არანაირი სიარული. დავაი ვცადოთ. მე თითქმის ყველა მე ეტაპზე ტორმუზით დავდივარ. ბიჭო, მე რაღაცა სვატარებ გაზგათხრილზე. სველზე არ უყარს გაზი. წავედით აბა მშრალზე ვნახოთ ეხა რას ვიზავთ. დიდი გამოვალე. გაზი. ბოლომდე. გაზი. აი საღო. გაზი. ისავა. გაზი. ბოლომდე მედგა. რა მოიტანა. გასი არა, უნდა ამოიტანა. აი, გადათხრილი მქონდა ბოლომდე. თუ რა მეცეპლენი ამოვარდი ხოლმე, მოხოთ შედარებით ნაკლებად ლაითად რა. რო ძალიან არ გისროლოს. იქ კარგად ჩავიარე. ხო, მიდი ისევ ეგრე გაიმეორე, ოღონდ აქ დაღმართიდან დაიწყე, მიდი. და თუ რა მეცეპლენი ამოვარდი, ხო? არა უდრე. ტორმუზ მაგროს გაუშვი ხოლმე. გაუშვი ეგრე. ხო. მიდი თავიდან ვქნა. ეგრე ამოდა გადააგო. აი, გაია. გამოდე. გაზი. აკი გამო. არა, ბოლომდე მაგარი. ძალიან დიდ კუთხეში ჩააყენე და ძალიან დაბალი სიჩქარე ქონდა. იქიდან რა მოხვალ? იქ მაგხელა კუთხეში ნუ აყენებ რა. აი, ამას ვეთქვი ცოტა გამიწიოს, თორე არ ვიცი ნაშთარება. მიდი ოთხარ. ეს აბურავი გაუწკრა. ბიჭო, ცოტა უგან შეწიე, არ წავიღო შენი მანქანა. G92 სხვირი კი მაქვს, აქში რაღაცები, მაგრამ გაყიდვას ვაპირებ. შედაბი კუთხე დაათხელე ხოლმე რომ წინ წავიდეს, ანუ მაგიტო ვერ ერევა ჯანი. რო ძალიან აკით რო ისვრი, დიდ კუთხეში ნუ ისვრი. ბიჭო, პატარაში როგორ გავისროლო, მითხარი რა. რა მოდის, აქ მოდივარ პოლონი გაზით რომ არ გამიჩერდეს. ხო, და რო წამოხვალ, ანუ მაგას მოგზნო რომ გადმოიწვა და სადღაც შუაში დაიჭერე რული რა. ანუ რულს რომ მიუშვე, ბოლომდე ნუ უშვე და ბოლომდე კუთხეში დავუშვე. მიდი დავაი, აბა. დავაი, გაზი ბოლომდე. აიგრე, ბოლომდე. მიე, გაზი, ბოლომდე. ეგრე. დაიჭერე, აი გაზი ბოლომდე. კაი. ანუ ეხა ხოხტები. ანუ აზრს უფრო ხოხტები. ბიჭო. ცოტა გააგრილე მიდი მან. ზონაქანა გავაგრილოთ. მიდი. არაწეულად წავიდა არა. არა, მაგრამ ცოტა გააგრილე მაინც. ანუ კაია, ეხა იგივე კრუზე იარებ და ნევა, წადი ჩვეულებად, ანუ ზანოსის გარეშე. რომ პატა აღიქვა რა. ხო, აქ კარგად ჩამოვდიო. აქ რომ მოდიხარ. ხვდები უკვე რა. ვერ ხვდებოდი წეგან გასს, იმიტომ რომ სადღაც რო გასუმატებდი, ვაფშე სხვაგან მიდიოდა. მიდი
დავაი ამოვაწყე. აი, ფიშკები რო აქ ალაგებული იყოს აქედან პატარა ვერ ჩავიდოდი. ვერ ჩავალ? ვერა, უფრო დიდი კრუგი უნდა მაგალითად რა. და უყურე, აი რომ გადამოეწყობი. რას აკეთებდი რომ გადამოეწყობი? მე გაძლევდა. ნახე, იქ სადაც გამისვრის მივდეო და მე ვაყოლებ გაზს. ხო და მან აი რომ გაისვრი თუ არა, მაგ დროს მიეცი, მივხვდი გაზი. რომ ჩაჯდეს და წამოიყვანოს, რომ მოერიოს რა. მაგ დროს ვერ ერევა. ბიჭო, შემდეგი გზახვალ გავართულოთ ცოტა. მოეჯვები. უკვე ხოძი ხარ? ეხლა მაგრა გავი რომ ვერ დავდიოდი ვიგრუზებოდი და. აი, ეხლა მაშინ რა გზა გავიარო? ეხლა მანახი შენ რა გზა გავიარო. აი. ცოტას დავწინაურდებით ეხლა და ცოტას გავართულებთ გზას. ამ შრალზე მე მგონი კამერაში ჩანს რომ უკეთესად გამომდის და აღარ მიტრიალდება. ნამდვილი დრიფტერი ყოფილი. თურმე შემძლებია. ხო ბიჭო, არა, სველზე ვერა, რავი ეხა. შიგნიდანაც ხო ჩანს და კიდე შევარდი. ერთადერთი აი აქ მაკლდება რაღაცა, რა რომ უკეთესი გამოვიდეს. გასაკეთე, გვიან აძლევ გას, რა რასაც გეუნებით. ეხლა საბურავი შევცვალოთ და გავაგრძელოთ კიდე. თუ არ გეჩქარებ. არსად არ მეჩქარე. დავრჩები მთელი დღე. რო ჩამოხდა. ხო. აქია მაგად მოიწვა აქ რა. აქ ნახე შეიძლება რომ გარეთ დარჩი. და მანქანა რომ მოერიოს, აქ დიდ კუთხეში არ ჩააგდო მანქანა, ბევრი არ მოუხო. რომ აღმარზე ამოსვლა შეძლოს. ხო. აქ აღმარზე რო ამოხვალ. მე აქ რო ჩამოხვალ, აქაც დაღმარზე იგივე პრინციპი გვხდება რაც იქ. ხო. მე აქედან რომ გადმოეწყობი აქ. აქ შეიძლება დიდ კუთხეში არ გაისროლ და აქედან ბოლომდე გაზი უნდა დაადო, როგორც კი აქ ტრაექტორია უნდა ამოვიარო. როგორც კი გადმოეწყობ, აი აქ შუაში რომ აი აქ ამოხვიდე და ამ იმიტვალით ამოხვიდე აქით რა ესე. და აქ სადღაც მაქსიმალურად აი ესე უნდა შემოხვიდე, აი ამ გარედან. ხო, აი ესე რა. და აქ რო ჩამოხვალ, აქ შიგნით წამოხვე და აქიდან გადმოიწვა. აქ ყოველთვის გისვრის აქით, ქვევით რა. და ხო, და ეგ უნდა დაამოღამო რა. რასაც მარტივად დაამოღამო. დრიფტი დაიწყე, ანუ აი აქიდან რო ჩავალთ რა. ესე, აი აქიდან დაიწყე დრიფტი, ხო? გაზი დავაკელე, მან გაზი უნდა. ხო. რო გამოვიარო უეჭვე. ჰიდროებს იხმარ ხომე? ვეცდები. აქ რა. აი აქ იქნება ყველაზე რთული გადმოწყობა, გაგეგ რა. თან ტრაკი იქ უნდა გავატარო ცხვირი ცოტა შეგნით. ხო, ეგ იქნება ყველაზე რთული. აქ რო წამოხვალ, სულ გაზით უნდა ამოხვიდე, რომ აქამდე ამოხვიდე. მივხვდი, თორე ვერ ამოიყვან. აქაც რო ჩამოხვალ, აქ შეგიძლია გაზი ათამაშო და აქ როგორც გადმოეწყობი რა. აი აქ, აქედან შემოვიდე ზა. არა, ძალიან არ შეხვიდე, ცოტა აი აქ იყავი, შუაში. შუა ნაწილი. ხო, რომ აი მოერიო, რომ აქით წამოხვიდე, რომ აქ ძალიან გარეთ არ გახვიდე, რომ აი აქ შუაში შემოხვიდე ესე რა. და აქ რომ მოხვალ, აქ უნდა შენელდე ყველა ვარიანტში. თორე გადავარდები მილიარდი პროცენტი თუ არ შენელდე, ან გაზი გაუშლე კუთხით შეანელე, ან შეიძლება რომ გიდრო იხმარო ხოლმე რა. ხარ ორი წამი ვაცადეთ ხო შული არ გიყიდი ჩვენ მაინც არ ვიყიდით ხო მაგანაც უთხარი შენ ბიჭო აქ ყველა თავისას აკეთებს ხო იცი არა ხსნიდი გზას მეცადინეობდი ისე გამოვიდე დაელოდე ისე ვიქიდან დაიწყე ხო საიდანაც ეხა დაიწყე რა
ბიჭო, რაღაცა კარგად დავიწყე, ხო? კი, აქ არ ამოხვიდე, ხო? ამდენი არ ამოხვიდე რა. ანუ შეიცადე რომ გზის შუა ნაწილაკი ეს ხალხი არ დაუბრიდოთ, კაროჩე. ანუ ეგრე შევეცადოთ რომ გამოგვივიდეს რამენაირად. აქ შო, დავაი, კარგად დავიწყე. ეხა აქიდან დაიწყე. აი. არა, ანუ გაზი არ უნდა აგეხო ხა მომენტში. ან გაზი თუ ეგ რუჩნიკი მოგეკაჭა და შესრიალდებოდა დაგიწყო. კოლგის დედა მოვტყან შეჩემა. კოლგა. ბიჭო, უყურე, აქი წამოიყვანე ხომ, იქ რა მოდიხარ გარეთ რომ მიდის, რული აქი დაუმატე და წამოვა აქით, ხი? ჰა? არ ვატოტალებდი. მიდი, ხიან დაიწყე რა. ძალიან კარგად გავიგე. აი. გიდრო მომივიდა ადრე არ მოგივიდა, კუთხე დაუმატე, კუთხე არ დაუმატე, ხი? აქაც რო ამოდიხარ, რა მომაყვეჭა, აი აქ რო ჩავხო. კუთხე დაუმატე, იქიდან რო ამოდიხარ, კუთხე დაუმატე მანქანას. რო კარგად წავიდე, მიდი. აი ეგრე, აი ეხა მან ცოტა გაზი რო შეგეთხელებინა, კუთხეს დაიჭერდა, ნუ ხტი? როცა ხვდები რომ მაქან გიწერება გაზი შეუთხელე და იჭერდი. კაი, ცეპლენიას ფიქრობდი და დავუშავე. არა, ცეპლენია დავუშავე, ციშკარე დაგივარდებოდა და ბევრად კაი არის ეხა კაროჩე რა. აი ეგრე. რული დაამატე, აქ ამოდიხარ კუთხე და დაამატე. სადა დავამატე. სადა დავამატე. ესენი იყვნენ ვეღარ მოუხვიე კარგად. მანდ მიყავდი ზუსტად. ვიცი და მაგიტო გავხდი. ცოტა გააგრილე საბურავები გაგრილე, თორე აღარ ეჭიდე. მოუხვიე მე. აი, გაზი ბოლო. მაგიტანო. ეს ზასაბა შემოყევარ, გიო, ჩემი ბრალი არ არის. მე ხო გითხარი, მან ან კუთხი და შეანელე, მე როცა შემოყევარ. არა, შეანელე აღარ გითხვას. აი, სულ ხო არ დაგიძახე, დაიმახსოვრე. ერთი სრული წრეშეკარი ეხა. ანუ აქ რომ მოხვალ შეუნელე რა, ანუ გაზი აიღე რომ შესრიალდეს კუთხე თავის. აი
და გაზი დაგატა რა. კარგად მიდიოდი არა და თავიდან რა. რომ მოდიხარ. აი ამან ესაც შიგნით თუ შემოდიხარ და მაგას ნუ ეჭყუბები მაგდენს. აი იქ დამატება არ უნდა და რული. აი რომ ამოდიოდი, კარგად მიდიოდი, რომ მოუახლოვდე მერე დაამატე. ანუ ნუ გეშინი აქ არ წამოგიყვანს, ანუ კედლისკენ არ აგიყვანს მაგ დროს ზევის, ნუ გეშინია. ანუ კარგად მიდიოდი. და შეეცადე რომ წინ იყურო, გვერდში ნუ იყურები. მიდი ამოვარდე. არა, ბიჭო. აი აქე ძალიან მომწვიტა. ბიჭო, ჯანი დაკარგა ჯერ და მე მომწვიტა სუდად. ზაღო არა უშავს. გიო, ჯანი დაკარგა გზაში, ოღონდ სვეტში გეუბნები. შენი მე და გული ქონია ბრატ. დავამთავრეთ დღევანდელი ზაღო გადაღება. გამოუვი. საგარიბლით ესე გამიხარდა მაორო რა. ტვინი მოგეტყოლებოდა. დავიცავ. საბოლოო ჯამში გამოგვივიდა. გამოგვივიდა საბოლოო, კაი. საბოლოო ჯამში გზას კრავს, კაროჩე, რაღაცა გამოუვა რა. რაღაცა გამოუვა. და ვატოტალებ, ხო? ჰა? აჰა. აბე ისი რო არ აქვს მაგის ბრალ. ეს შიგნით უნდა შევიყვანო. ბიჭო. ისდეთ. გავატოტალებ ბოლოს აი ბახან. ნახე, აი იქიდან რო ჩამოდიხარ აქ. ძალიან რთულია რა, გზაც არ ჩანს. ამ გაშლიდან ბოლომდე გაზგაყრელი ჩამოდიხარ და გზა ვიწროვდება და თან კიდეზე გაგდებს რა. ეხლა აი ონბორდის კადრებში მე მგონი უკეთესად გამოჩნდება აქ როგორ ვეჭიდავები და აი ხანგიდრო და ხანცეპლენია თორმუზი და შედი მოვჩი ხო, შედი. დაჯახება ყველაფერია. გიო, შეგვიჯამე ორი სიტყვით რა. შეჯახების გარეშე დრით ვერ ისწავლი რა, მეც იმდენი და იმდენჯერ მყავს ჩემი კომპაქტი. მინაც ვით როგორ თქვა? ჟღულენტილი კეთილზე. ჩამოფხეკილი იქიდან ეგრე ხდება, ძმა თუ არ გაწირე და ბოლომდე არ მივუშვი, თეთრ მაგას გეუნებოდი, რომ ბოლომდე და მივუშვა, რომ ისწავლე. და ეგ არის. ბიჭო, აღოდ აქ ვატყობდი რომ ჯანი აკლდებოდა რა. მე მგონი მაყურებელი იტყვის რომ მე მგონი გამოგივიდა რა. ბიჭო, მე მგონი რავი თქვენ რა სიტყვით გამომივიდა. და შეკრა კარი. წვიმის კადრები არ ჩასვა. თუწყიანი. არა, წვიმის კადრები უეჭველი უნდა იყოს. არა, წვიმის კადრები არ ჩათვალოს პროსტად, რომ წვიმის კადრები იქნება როგორ ვიწვალე. შრალზე გამომივიდა, რას ფიქრობ? ჩემი აზრით იმაში ისწავლე. ბიჭო, ხო? და შრალზე უკეთესად ვიარე. კი ბატონო, ეხლა ძალიან ხმაური ხელს გვიშლის მე მგონი, მაგრამ ჩემი აზრით ბუბუს კიდევ რამოდენიმე გაკვეთილს რო ჩაუტარებთ. კიდე რამოდენიმე მაგას რო გაატოპალებ. უკვე იმ დონეზე იქნება, რომ GDS-ის უпроსტორედ ქარპარდრიტი რა სტარდება, პოდიუმს დაეუფლება უპრობლემოდ. ატვიჩაია. რასიცა? რავი, ვეცდები. გაგრძელება იქნება. გაგრძელება იქნება. რამდენი სერია უნდა იყოს? კიდევ ორი. გასაგები. რამდენი მანქანა? კიდევ ორი, მანქანა ხუთი მყავს შეჭერა. არა, ხუთი. და როგორ შეჯიბრამდე ცოტა ახო არა? ცოტა დიდი შუალედით რომ მანქანა ხუთი მყავს. ხუთი არ რამე რომ მოუვიდეს. კიდე, მოკლედ მეგობრებო, კიდე იქ უნდა იყოს ორი ეპიზოდი იმისთვის, რომ ბუბუმ შეძლოს GDS-ის ქარპარდრიტის პოდიუმის დაპყრობა. გამოვიწეროთ გიოს არხი. აუცილებლად. ჩემი არხი გიოსთან დრიფტის ბევრი რაღაცეები უდევს ხოლმე და არა მარტო დრიფტის. და გიოს ვიდეოები უდევს ხოლმე რეალურად როგორ უნდა იხმარო ეგეთი ხო, მანქანა. ნახე ეგ ვიდეოს და ისიც ხო გიდევ მეორე. მეორეც ხო. ეხლა იმ 190 ძალიან მაგარი პროექტი გვაქვს, რომლითაც მასკვას უნდა ვაჯობ. ეგ ვიცი. მასკვა ხო მთელი ცხოვრება 190-ს აკეთებს, ყველა ჩქარა 190. მე კიდე ერთ წელიწადში უნდა გავას. ეგ ვიცი, ეგ პროექტი და ძალიან მაგარსოზე მე მგონი ჩემი ულოსტოზე ვინოსტოა ეგ, როგორც მახსოვს. მე მყავს და. შეიძლება. ამ ცუდი ამბავის
მიუხედავად გვაქვს ძალიან კაი ამბავი თქვენთვის. დაგვემატა ახალი სპონსორი და ახალი მეგობარი კომპანია VG Auto Export-ი, რომელთან ერთადაც ჩამოყვავს ახალი მანქანა და იწყობა ეს ახალი მანქანა, Supra სტოკდება და Supra-ს ნაცვლად იმ მანქანით გამოვალ ხოლმე უკვე დრაგზე. ასევე X3-საც ამ ეტაპს ამ წელს ჩავხურავ, ფინალს ვივლი და შემდეგი დრაგის ეტაპს ვივლი და всё, X-იც აღარ გამოჩნდება და დაგანებებთ თავს. X-ითაც სისხლს აღარ გაგიშრობთ და ეს მანქანა იქნება ან აბსოლუტისთვის გამზადებული, ან 10 წამისთვის გამზადებული, ვნახოთ, ჯერ ზუსტად არ გადამიწყვეტია, რომელს ავაწყობ და როგორ ჩავდებ რესურსს და ნერვებს და VG Auto Export-თან ერთად შემოგთავაზებთ ძალიან მაგარ პროექტებს, პლუს ახალ ვიდეოებს და კიდევ ერთ სხვა პროექტს, რომელიც ვიყიდეთ და ვინ ჩემს სოციალურ ქსელს თვალს ადევნებთ. ნახავდით, რომ i4 ვიყიდეთ M50 და ელექტრომანქანას ვფიქრობდი საოჯახოდ და BMW-სგან შორს მაინც არ წავედი და ისევ BMW ვიყიდე. თან როგორც ვიცი, არ დადის საქართველოში ბევრი და ძალიან საინტერესო მანქანა, იმიტომ რომ M-ია და თან ელექტროა რა. ნახოთ რა იქნება და როგორი იქნება. ეგ მანქანა ძალიან მალე ჩამოგვივა და ძალიან მალე ავაწყობთ და წინ ძალიან ბევრი საინტერესო ვიდეო გველოდება. არა მარტო დრაგის, არამედ მანქანა რა ჩამოვა, როგორი ჩამოვა, როგორ სავაწყობთ და ამით კი გემშვიდობებით. გამოიწერეთ ჩემი არხი და ბიოს არხი, იმიტომ რომ წინ ძალიან ბევრი კაი ვიდეო გელოდებათ.